მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. ეს თემა არ ამიღია კაი ხანი, უკვე ბევრჯერ მთხოვეს და მოდით გავაკეთოთ. ანუ კაცი უმცროსი, ქალი უფროსი და რა გეგმები აქვს მაღალი ძალებს თქვენს წყვილზე. ეხლა ნახოთ ჩვენ რა ხდება ეხლა თქვენს შორის და მე უკვე როგორც ყოველთვის კითხები მაქვს მომზადებული აქვს გაფრთხილი გაშლა. მოკლე გაშლა ისაც გიყვართ არის ხარხი ლინკი ვიდეოს ქვეშ არის. აბა ნახოთ ეხლა ვისთვის იქნება ეს ისტორია. Ну, აქ შემიძლია თქვა ზოგისთვის შეიძლება ეს ადამიანი ან არის თქვენი მეუღლე, ხო? ან შეიძლება ფიქრობს მაგაზე, რომ დაუშვოთ რაღაცა და გიმალავს, არ გეუბნებათ ეს ადამიანი, ხო? რომ უნდა თქვენ იყოთ მისი მეუღლე, მაგრამ აქ შეიძლება ურთიერთობა კიდე ახლა ვიღაცას მანძილზე აქვს. ნახეთ რა ხდება. თუ დაუშვათ ახლა მანძილზე არის სიტუაცია, გაურკვეველი სიტუაცია, ხო? შეიძლება, თქვენ ახლა ბევრი რაღაცა გაინტერესებს, როგორ იქნება, რანაირად იქნება. აქ კითხვები გაქვთ ძალიან ბევრი, სხვათა შორის შემიძლია გითხრათ. თუ მანძილზე არის ადამიანი, ფიქრობს თქვენთან მოსვლას. მაგრამ ეხლა აქ რაღაცა ძალიან დიდი ტრაგედია, არ ვიცი, ეხლა ამ ბოლო დროს რაღაცა სულ ესეთი სიტუაციები, რომ ძალიან რაღაცა ისეთი ტრაგედიები აქ, ან რა ვიცი, ეს შეიძლება თქვენს გამო იყოს, შეიძლება თვითონ აქ მაგას რაღაცა სიტუაცია, მაგრამ ან თქვენ ერთად გამოდიხარ ძალიან რთულის პერიოდიდან, შემიძლია გითხრათ, კი, გამოდიხარ და მიდიხარ ძალიან, აქ შეიძლება დასრულდა ვიღაცასთან ძალიან რთული პერიოდი და ეხლა მიდიხართ უკვე სხვა ეტაპზე გადადიხართ რა. კარგით, ნაშკოთ ეხლა ჩვენ დღეს მინდა სხვადასხვა დასტები გამოვიყენო. ანუ პირველი კითხვა მექნება ასეთი, ეს იყოს ახლა სიგნიფიკაცია მაინც დამჭირდება, ხო? ნახოთ თქვენ ახლა როგორ ხედავენ მაღალი ძალები. თქვენს წყვილს როგორ ხედავენ? რა გაკვეთილები ერთად უნდა თქვენ მაგასთან გამოიარეთ, როცა დიდი სხვაობა არ აქვს მნიშვნელობა იქით თუ აქეთ, ყოველთვის ეს უკვე 1000%-იანი არის რაღაც ისეთი კარმული ურთიერთობა, უკვე ბევრი გაკვეთილები იქნება რა თქმა უნდა და ამიტომ ისედაც ყველა წყვილს აგაკვეთილებ და აქ კიდევ უფრო მეტი არის, იმიტომ რომ ბევრი გასავლელები აქვს ხოლმე რა. ვნახოთ ეხლა ჩვენ კიდე რა. ამ თქვენი მამაკაცის, ეს იყო საკუთრება, თქვენი მამაკაცის როლი ამ ურთიერთობაში, მისი როლი, იყოს აქ. მინდა ვნახოთ გოგოს როლი, ჩვენ გოგო კაცს უფროსი გოგოს როლი ამ ურთიერთობაში. კიდევ შევკითხოთ ჩვენ რა დაბრკოლებები შეიძლება გქონდეთ თქვენ. შეიძლება რაღაცა ისეთი აი შინაგანი ბლოკები, მოდით ასე ვქნათ. Так, ერთი წუთი. რა ენერგიები უბრალოდ გეხმარებიან თქვენ. აი ეს ნახოთ ჯერ. აი აქ უკვე არის რა შინაგანი ბლოკი შეიძლება მოიხსნას რა. ორივეს. მოდით ჩვენ ნახოთ ახლა ბიჭის პოზიციასაც, ბიჭს რა უნდა ბლოკები შეიძლება გქონდეს და აურა სულ სხვადასხვა უნდა ამიღო. აი ალბათ ეს არის საჭირო. სულ სხვადასხვაზე მინდოდა, მაგრამ სულ სხვადასხვა წამოვიდა ალბათ ასე ეგებია. ოკეი. და ვნახოთ ახლა პერსპექტივა. ურთიერთობის პერსპექტივა. რაღაცა დღეს ყოფედათ რა, ვერ გავიგე.
ნახოთ რა გამოვიდა რაღაცა ვინეგრეტი. ნახოთ ის ვინეგრეტი ჩვენი, ხო? ანუ როგორ ხედავენ მახარძალები თქვენს წყვილს, როგორ ხედავენ? სხვათა შორის ხედავენ ზუსტად ისე რომ თქვენ აქ საჭირო ხართ ერთმანეთისთვის და ერთმანეთთან ანუ მახარძალები ხედავენ როგორ რაღაცა წვილი რომელიც გადის ბევრ გაკვეთილებს მხოლოდ დედა მიწაზე. აი პირდაპირ გათარგმნა ამისი აი ეს არის რა, როგორ ხედავენ. პლუს კიდე არის აქ როგორი მომენტი, როგორ ხედავენ და თქვენ პლუს კიდე აქ როგორი მომენტი არის. როცა თქვენ ხართ დაჟე აი როგორც ხვდის საჩუქარი, ისეთ შემიძლია გითხრათ რა. აი თითქოს ორივესთვის თქვენ, თქვენთვის და თქვენი ბიჭისთვისაც თქვენ ხართ ანუ რაღაც ჯილდო. ეს ბედი, ასე ეს უნდა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეს თქვენი შეხვედრა. თქვენ რაღაცა ძალიან ხშირად გაქვთ რაღაც ესეთი მომენტები, აქ უნდა ისწავლოთ ბევრი რაღაცები, იმიტომ რომ თქვენ აქ გაქვთ რაღაც სიტუაციები, როცა ხან შორდებით, ხან რიგდებით, ჩვეულებრივი პრინციპში არაფერი აქ ახალი არ არის. ურთიერთობა, რომელიც ახლა არის კარმული. კი, ძალიან ბევრი გაქვთ თქვენ აი აქ რაღაცა უსიამოვნება, ან გაიარა თქვენ ბევრი უსიამოვნება. იყო სხვათა შორის ბევრი აი ესეთი მომენტები, როცა თქვენ სწავლობთ რა, ეგრევე ახლა პაჟი არის, სწავლობთ თქვენ აქ. ხელში უჭირავს ეს პენტაგრი და რაღაც ესეთი გარემო, იმიტომ აი თითქოს აი ბედი არის, ანუ უნდა შეხვედრილიყავით, აუცილებლად რომ უნდა გესწავლათ აქ, იმიტომ რომ აქ იყო პერიოდი ძალიან დიდი შეიძლება სიჩუმეს გაძლევენ, ანუ ნახეთ, აქ მაღალი ძალები თქვენ გაძლევენ სპეციალურად რაღაცა მომენტებს, როცა თქვენ გაშორებენ. როცა თქვენ ანუ ხან რიგდებით, ხან ისევ შორდებით, გაიგეთ? და მაგრამ ეხლა არის რაღაცა განულება ამ სიტუაციის, რაღაცა რთული პერიოდის განულება და აი აქ უკვე აჩვენებენ რომ რაღაცა კიდე ახალ ეტაპზე გადაყვანას ხედავ. კი, აქ რაღაცა იყო მომენტები, აჩვენებენ რომ ძალიან ხშირად გაქვთ ეს გაუგებრობა, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთთან გინდათ ყოფნა. პრინციპში უკვე თქვი რამდენიმეჯერ, აი ხან ისე ხართ, ხან ისე, მაგრამ თქვენ ამ პერიოდებში სწავლობთ, ეს იცოდეთ რა. ნახოთ ეხლა რა გაკვეთილები ერთად უნდა გაიაროთ თქვენ. პრინციპში მე მაჩვენებენ რომ თქვენ ისე ძალიან ბევრი გაკვეთილები უკვე გაიარათ რა, იმიტომ რომ აი ეს უკვე რვიანი არის აქ თასების. ეს აქ უკვე მაჩვენებენ რომ ისე და ძალიან ბევრი რამ გამოიარა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ყველაფერი ეხებოდა ემოციებს, იმიტომ რომ აქაც მაჩვენებს ხო გეუბნეთ ხან სიცივე, ხან ისევ შეიძლება შერიგება. მე თქვათ რაღაცა დროს ატარებთ ერთად, მაგრამ ისევ რაღაცა ახალი, ეს თუ ძალიან ისეთი ცვლილებები გაქვთ რა. და თქვენ შეიძლება თვითონაც ხართ ისე რომ აი უკვე დაიღალეთ რა, აქ ვეტყოდი რომ უკვე თქვენს დაიღალეთ ამდენი აი ამ გაუგებროს სულ რაღაცა ისაქანელასავით რა, მაგრამ აჩვენებენ რომ ამ ასობაში ამათმა უკვე დაასრულეს უკვე რაღაცა ბევრი გაკვეთილები რა. ნახოთ ეხლა მაშინ ჩვენ როგორი როლი აქვს თქვენს მამაკაც ამ ურთიერთობაში, როგორი როლი აქვს და ძალიან სერიოზული როლი აქვს. ეს ადამიანი აქ მოვიდა იმისათვის, რომ თქვენ ეხლა აქ ბევრი რაღაცა უნდა იმუშაოთ თქვენს კარმაზე. და თითქოს როგორც აი თქვენ ეს როგორც აი აქაც ეხლა თქვი, როგორც საჩუქარი ისეთი მოხდეს თქვენ, იმიტომ რომ ბლის კიდე რა როლი დიდი ხანი უნდა ძალიან საინტერესო პოზიცია. რა როლი? ადამიანი, რომელმაც თქვენ ბევრი რაღაცა უნდა გასწავლოს. თან იმნა აი ის არის როგორ იცით, აი რა როლი? კიდე როგორ რა შეიძლება იყოს იცით, აი რა როლი?
აქ როგორი მომენტი იცით, რა როლი აქვს ამ ურთიერთობაში და შეიძლება კიდე მომენტი ისეთი, რომ დაუშვათ ძველი პროგრამები, რომელიც გქონდა თქვენ, უნდა განაახლოს. აი, როგორ არის იცით, შეიძლება даже თქვენი ხო რაღაცა პროგრამები იცით, განახლებას რაღაცასა. ანუ ეს ყველაფერი არის, რაც აი აქ თითქოს როგორი მაღალი ძალები რას გვეუბნებიან იცით, აქ აი ეს პერიოდები, როცა თქვენ ეყავით აქ ჩუმად, როცა ეს ადამიანი თქვათ მიდიოდა შეიძლება ხო, ეს იყო სპეციალურად. იმიტომ რომ ეს აქ არ ყოფილა ეს მომენტები, აქ გითვალთვალებდნენ მაღალი ძალები ამ ყველაფერს რო აწყობდნენ, თან ზემოდან უყურებდნენ, აბა რას აკეთებენ ეგენი, აბა როგორ აკეთებენ, აქ თითქოს უნდა გამოეღვიძეთ ეს გოგისთვის პლურალისტის და მიგაჯაჭვეს რა დონეზე, მიგაჯაჭვეს იმ დონეზე, აი აქ რო არ ყოფილიყო ეს მომენტი, თქვენ ამას ვერ გაივლით, აქ უდიდესი გაკვეთილება გაქვთ მიღებული ჩემო კარგებო, უდიდესი. ამიტომ აი აქ თითქოს სპეციალურად არის ეს ყველაფერი ისე მოწყობილი როლი და ხანძლივი როლი და ზემოდან აკვირდებოდნენ, აბა რას იზავენ ეგენი. ნახოთ ეხლა გოგოს როლი. გოგოს როლიც იგივე პაჟო. ანუ ნახეთ როგორ ხედავენ. აი აქ მოკლედ გაკვეთილებზე რა მერთო. даже ბიჭი მე გეტყვით თქვენ რომ ბიჭი უფრო მოვიდა, აი ეხო გეუბნებით რაღაცეთი, აი რესტარი რო გააკეთოს რა, აი ეგეთი ეს მაგ შეგრძნება თქვენში ალბათ. იმიტომ რომ აქ მე-15 და მე-5 ეროფანტიც არის და ეშმაკის ერკანი. ანუ თითქოს აქ ბევრი სამუშა, თითქოს ეს შავი მხარეებიც რო აჩვენოს და თეთრი მხარეებიც რო აჩვენოს ადამიანი. გაიგეთ, ანუ აქ ყველაფერს სწავლობთ თქვენ და ეს სიჩუმეებიც რო გასცემთ, თქვენ პაუზებში სწავლობთ რაღაცებს რო იცოდეთ. აქ даже შეიძლება ერთ სახში იცხოვროთ, მაგრამ სხვადასხვა გაიბუდეთ და სხვადასხვა ოთახებში შეზიხართ და გოგოს აქ რა როლი აქვს. გოგო ძალიან ჭკვიანი არის და სხვათა შორის თქვენ ელოდებით ამ კაცის შედეგებს. ნახეთ, იმიტომ რომ აქ თითქოს ეხლა ბიჭი ამაგას არა აქ დიდი ნახტომია ნელიც და ნელამიტის გაიგეთ, ნელამიტის მისი განვითარება რა. მაგრამ გოგო არის აქ აჩვენებენ რომ კი ვითომ როლი როგორი უნდა ასწავლოს, იმიტომ რომ აქ პენტაკლების პაჟი, მაგრამ თვითონ გოგოს აჩვენებენ ხმალების დედოფალს და აი აქ საერთოდ აი იმ სისტემას მე რა სისტემასაც ვასწავლებ. ტაროს საერთოდ ხმალების დედოფალი არის როგორც აი გვერდხების დედოფალი, ასე რომ ვთქვათ, გვერდხების დედოფალზე ხო იძახენ, რომ ესეც ყურუმის ენერგია. აი აქ ეს იქნება იმ სისტემაზე აგებული ეთყობა ეს დასტა, რა სისტემით მე ვასწავლე, სადაც ხმალები არის ცეცხლი და არა გვერდხები. იმიტომ რომ აი აქ ახლა ნახეთ, ეს ქალი ჭკვიანი შეიძლება თქვენ ან დაუშვათ ახლა მკურნალი ხართ, შეიძლება თქვენ ყურუმი ხართ, შეიძლება ისეთი ქალი ხართ, რომელიც აი ცოდნა გაქვთ დიდი, ბევრი რაღაცა ისეთი ცოდნა, რომელიც არ არის სტანდარტული, პლუს კიდე აქ თქვენ გაქვთ როგორ იცით უდიდესი მოთმინება, საერთოდ ხმალების დედოფალს აქვს ძალიან დიდი მოთმინება და თქვენ სულ თითქოს მის მოლოდინში ხართ, აი ეს როლი გაქვთ, რომ უნდა დაველოდო სანამდე მაგან აი თქვათ შეიცვალოს, სანამდე თქვათ რამე კი აი სულ კიდე მოლოდინი ხო. თქვენ გაქვთ როლი, რომ უნდა დაელოდოს, რას უნდა დაელოდოს, აი ამ ურთიერთობაში რას. აი თქვენი გახსნაც მოწყობთ თუ ყურმოწეღა. რას უნდა დაელოდოს. აქ ძალიან დიდი სხვაობა გექნებათ.
იმიტომ რომ პაჟები და ახლა იმპერატრიცე და დედოფალი და სულ პაჟებია. აქ სიყვარულის გასწავლის ეს ადამიანი, სიყვარულის გასწავლის, კი. სიყვარულის. და კარგით ნახოთ ახლა ჩვენ მაშინ რა დაბრკოლებები შეიძლება გქონდეს თქვენს გზაზე. ამ წყვილს რა დაბრკოლებები. ნუ აქ მაჩვენეს უკვე ეს დაბრკოლებები ხუთიანი ახლა მაჩვენეს ისიც რა. ბევრი დაბრკოლებები შეიძლება ხალხი, აზრები, ხალხის აზრი შეიძლება თქვა, ნუ აი ეს ხო არის აი ხალხის აზრი რა, ახლა ყველას ხო აქვს მიღებული ეს. დაუშვათ ახლა ეს სიტუაცია, ზოგი შეიძლება აი როგორ ანაირად რა გინდა თავისი რაღაცა ფიქრები, აი ეს შეიძლება გქონდეს თქვენ ეს დაბრკოლებები, შეიძლება თავიდან გქონდეთ ეს დაბრკოლებები რა. რა ენერგიები უბრალოდ აი პირიქით გაძლევენ განვითარებას. აი სურვილი, აქაც ფიქსიანი დაკლების იყო წერა. როგორი ენერგიები იცით უწყობენ ხელს თქვენ წყვილის განვითარებას. აი ენერგიების მიმოსვლა ზუსტად რა. მიწიერ დონეზე თქვენ მაინც იცით როგორ არის, აი ყველაფრის მეუხედავად, ვინ რა არ უნდა თქვას, როგორ თქვენ მაინც ერთმანეთთან გინდათ რა. ანუ მაინც ერთმანეთთან გინდათ, აქ სიყვარულია. აქ არის სიყვარული. რაღაც ძალიან ისეთი გაშლა გამომივიდა დღეს ცოტა მე მგონი რთული, ხო? ნახოთ ახლა რა შინაგანი შიდა ბლოკები უნდა მოიხსნას თქვენში. ნუ თქვენ უნდა იცით რა არის, თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი თავი ისეთი როგორიც ხართ, მშვენიერი, კარგი, ლამაზი და არ უნდა გქონდეთ აქ არანაირი კომპლექსი იმისიო, თქვათ, აი ხო იციან ხოლმე დასების დედოფალს აქ ეს მომენტი, ვაიმე არ გამოვიყურები ისე როგორც უნდა, ვაიმე ცოტა რაღაცა ხო არ გავიკეთო, რამე ხო მიიღე ისეთი, აი შენ ისეთი უნდა იყო, როგორიც ხარ, მიიღე შენი სილამაზე, რა სილამაზეც გაქვს, ისეთი როგორიც ხარ. აი ეს უნდა, ეს ბლოკი მოიხსენე შენში, რომ შენ რაღაცა ვითომ გაკლია რა, არა. და ბიჭს აქ როგორი მომენტი იცით, რომ აი არაფერი არ შემიძლია. იმიტომ რომ პაჟის კიდე ისე ნახეთ, იმიტომ რომ ბიჭი არის როგორ, აი რა გავაკეთო, მე არაფერი არ ვიცი, აი რაღაცა ეგეთი რა. აი ეს ბლოკები აქ ამ ადამიანს, თვით დაჯერებულობა აკლია ამ ადამიანს რა. და აი ეს ბლოკები გაქვთ, თქვენ ფიქრობთ რომ მე აი რაღაცები თომ, ხო, აი უნდა გავხდე, უნდა გავიზარდო, და აი ეგეთი რაღაცა უნდა შევიცვალო და ნუ აქ როგორი მომენტი, აქ რაღაცა თითქოს უკმაყოფილო არის ეს ადამიანი რა, იმით თავისი გზაში ვფიქრობს, რომ აი ძალიან პატარა ვარ, აი ასაკზე აქ მაგას ესა ნეტა ვიყო მისი ტოლი, ნეტა მოხდეს სასწაული, რატომ აღარმა ძალები, რატომ აი ამას აკეთებს კითხვები სხვათა შორის, რომ აი რატო ყოფილვიყავით ჩვენ ტოლები და ხო ვიქნებოდა ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა რა, რატომ გაქვს ეს ფიქრები? ნუ იმიტომ რომ თქვენ ახლა იმდენად მისი ხარ და იმდენად ხარ რაღაცნაირად მისთვის აი მნიშვნელოვანი, რომ აი ნამდვილად ახლა არ მინდა მისი ანუ ხო ამას ეშინია როგორ იცით რომ მაინც ასაკში როცა არის ეგეთი სხვაობა, რომ ნუ ჩემზე ადრე არ წავიდეს დაუშვათ, იმიტომ რომ ბედნიერად გრძნობს თავს ეს ადამიანი, თქვენ აქ იმდენი რაღაცები გამოვლილი, ხო? რომ მაინც რაც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, თქვენ გამოდიხართ ამ სიტუაციებიდან და მაინც ყველანაირი გზა, რაც არ უნდა იყოს, წენა რამე, ყოველ მაინც ერთმანეთთან მოდიხართ, კაიგეთ რა ხდება. აქ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ბევრჯერ შეიძლება დაშორებულებიც იყავით და ბევრჯერ ისევ შერიგდეთ რა, ისევ თავიდან დაიწყეთ რა. იმიტომ რომ აი თითქოს შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მორჩა, უკვე აღარაფერი აღარ არის, უკვე აღარასოდეს არაფერი არ იქნება, დავასრულეთ, ყველაფერი დავწვეთ, აი თქვა და ნახეთ ახლა ყველანაირი ხიდები დავწვეთ, ყველაფერი დავწვეთ და ისევ მე იწყება თავიდან ეს გზა და ისევ თქვენ მთლიანდებით, მიხვდით რა ხდება აქ. და ამიტომ არის როგორ უკვე ამასობაში ამ ადამიანებს იმდენად მიგეჩვიათ, იმდენად უკვე მისი ოჯახი გახდეთ, იმდენად უკვე
თulis რომ ჩემი ქალია ხო რომ ამას ეხლა ეს ნატვრა აქვს რომ რატომ აი მარტო მაგისთვის ეხლა იმიტომ კი არა თქვენ ცუდად გამოიყო შეგერად გამოიყო რომ ეს თქვენ თავში რაღაც ბლოკები თორე მაგრამ უბრალოდ ეხლა აქ იმას ეძახეს რომ ნეტა იყოს ჩემი ტოლები ვიყოთ რა და უკვე აი ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა არავინ რა იმიტომ რომ ამას აი აქ ეს შეშე რომ არ მინდა რომ ეგ წავიდეს რა საერთოდ მიმეორეთ რა წავს ყველაზე მაგლაპარაკი აქ არ არის იმაზე რომ წავიდეს სხვა ვინაში არა მივხვდით და მოდით ახლა ვნახოთ ჩვენი კითხვა აი ესა წავიღო ანუ ჩვენ დავჭი ახლა კიდე კითხვა იმისი რომ როგორ პერსპექტივები როგორ იქნება ხო სხვადასხვა ძალიან კარგი პერსპექტივა გაქვთ რა თქმა უნდა იქნება გაგრძელება ყველა ვარიანტში მომავალი გაქვთ ძალიან მაგარი ძალიან კარგი მომავალი არის აქ ეს ადამიანი აქ რაღაცა შეიცვლება თუ დაუშვ აი ეს რთული პერიოდი დასრულდება რომელიც იყო და აქ ნამდვილად პერსპექტივა არის როგორი იცით ეს ადამიანი სხვა შეს მოვა რაღაცას გეტყვის თქვენ ისეც რომ თუ ეხლა გაქვთ რამე პერიოდი რომ არ ახართ ერთად აქ განახლება იქნება ურთიერთობის მაგრამ აქ ადამიანი მოდის თქვენთან რაღაცა ну ბოდიშს მოითხოვს სხვადასხვა თუ გაწყენინათ რამეს ყველა ვარიანტში აუცილებლად აქ ადამიანი მოვა და დაგელაპარაკებათ აქ მოსაგვარეულოს უნდა რომ თქვენ იყოთ ერთად აქ ახლა თქვენ არავინ არ გეკითხებათ შემოვლამაზე ხო ხო სხვადასხვა თუ დაუშვათ თქვენ რაღაცა ერთად არ ახართ აუცილებლად მიიღებთ თქვენ შეტყობინებას შევა სრულიად მოვუძნელად რომ მოდის და არა აქ შეხვედრა რაც იქნება ყველაფერი იქნება გეუბნებით რომ აქ აჩვენებენ რომ აი იმის მიუხედავად თქვენ რომ ეთქვა შევა ჩუბობთ შორდებით რიგდებით რაღაცები გაქვთ მიდის მოდის მაინც აქ აჩვენებენ რომ ბედნიერება მაინც ბედნიერება თქვენსკენ არის იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ეს ისეთი ურთიერთობა თქვენ გითვალთვალებენ აი აქ მაღალი ძალები გითვალთვალებენ თქვენ იმიტომ რომ თქვენ გაგზა ეს გასავლელი ძალიან საინტერესო კი ტრანსფორმაციები და იცით რა არის ამ ეს სიყვარული ხსნის რაღაც ბევრ ცოდნას ვისში ოღონდ უბრალოდ სხვადასხვა დააკვირდით თქვენ ახალგაზრდავდებით ამ ურთიერთობაში ახალგაზრდავდებით ჩემო გოგონებო აქ არ არის აქ მე ვერ ვხედავ იმას რომ თქვენ დაუშვოთ ახლა მაგაზე ცუდად გამოიყურებთ არა თქვენ აქ გექნებათ ახალი გზა ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი გზა იმიტომ რომ აქ ახლა მთის სამყაროს უნდა რომ თქვენ ერთად იაროთ ბედი ან დიდი ხნის ურთიერთობა ამ დიდი ხნის ურთიერთობა იმიტომ რომ ეს ურთიერთობა არის ანუ ბედით მოცემული და აქ რაღაცა აი ყველაფრის მიუხედავად რაც არ უნდა იყოს მაინც შეჯიბრდებით მაგრამ მაინც მიდიხართ ერთად იმიტომ რომ აქ არის სიყვარული აქ სიყვარული არის ასე შემოლამაზებოდა მეც როგორც ყოველთვის გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ